რეჟიმმა ვერ დაამტკიცა აქ მათ კონტროლირებად სასამართლოშიც კი რომ სილის გაწვნა არის პოლიციელზე თავდასხმა. დიახ. ხომ, არა მხოლოდ ეს ვერ დაამტკიცა, სინამდვილეში ვერც ის დაამტკიცა რომელი მუხლით კვალიფიკაციაზეც რა დავიდა. უბრალოდ მე წეღანაც ხსნიდი და მინდა რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს. სამართლებრივად ერთი და იგივენაირად უსამართლო და უკანონოა 2 წელი თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა, თუ 4 წელი თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა. ამ წუთას სისტემამ იმუშავა საკუთარი თავის გადარჩენაზე. ამ კვალიფიკაციით მე თუ მკითხავთ, მათ საკუთარი თავი გადაარჩინეს, სწორედ აი ამ ხელა საზოგადოებრივი ზეწოლისგან ყველამ გაიგო ამ ქვეყანაში ვინც სამართალი იცის, არ იცის, რაიმე გაეგება, რომ ის, რასაც მზიას ასე ვთქვათ, ბრალად ჰქონდა შერაცხული, არ არის თავდასხმა პოლიციელზე. ამიტომ თავისთავად ცხადია, მოუწიათ მათ ამის აღიარება, თუმცა 353 მუხლი სამართლებრივი აბსურდია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი. დამიჯერეთ, ეს არის დასჯის აქტი, განაცხადი, რომ ამ ადამიანს ჯიან სწორედ პოლიტიკური ღირებულებითი არათავსებადობის გამო მათთან და სწორედ იმისთვის, რომ მათი თამაშის წესებით არ ითამაშა. მე წეღან ვისაუბრე ზუსტად ერთი საქმე მივუთითე წინა პროცესზე სასამართლოს და მინდა ყურადღება მიაქციოთ. იქ პოლიციელს პანგური ამოარტყა ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, ბრალდებულმა და იმ საქმეში დაზარალებული იყო რიგითი პატრული ინსპექტორი და არა პოლიციის უფროსი. იმ საქმეში სასამართლომ თქვა, მხოლოდ ყველანაირი ამხელა მობილიზაციის და ზეწოლის გარეშე, რომ ეს არის თავდასხმა პოლიციელზე და ამავდროულად იქ პირობითი სასჯელი და ჩვენ შემთხვევაში ყენა თავისუფლების აღკვეთა. ამ მუხლის პირობებში, რომელიც ისეთივე უკანონოა, რომელიც იქნებოდა 353 პრიმა, დღეს სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა როგორც ჯარიმა, რომელსაც გადააკონვერტირებდა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში, რაც მზია მოიხადა და გაანთავისუფლა და ხალხო 7 თვე თავისუფლების აღკვეთა სილის გაწვნისთვის, რომელსაც დანაშაულთან საერთო არაფერი არ აქვს, საკმარისი არ არის. ერთი რომ შეეძლო ჯარიმის გამოყენება და დარბაზიდან განთავისუფლება და შეეძლო პირობითი მსჯავრის დადგენა. ნო და რაც ყველაზე მთავარია, რაც არ გააკეთა სასამართლომ. თუმცა სააპელაციო ინსტანცია წინ არის. გასაკვირველია და არა მხოლოდ სააპელაციო ინსტანცია. პატიმრობაზეც უნდა კითხოთ, ეს იყო მაქსიმალური ვადა 2 წლიანი პატიმრობა. არა, სხვათა შორის ამ მუხლში ეს იყო მინიმალური ვადა, 2 წლიდან 4 წლამდეა. სტრასბურგი სრულიად სხვა თვალსაზრისით იხილავს საქმეებს. მოქალაქეები ხშირად შეცდომები ყავთ. ამ თვალს ის არ არის მეოთხე ინსტანცია. მიიღო და დაიწყო კომუნიცირება მზიას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. უკვე გაგზავნილი აქვს კითხვები და ველოდებით ხელისუფლების პასუხებს მზიას უკანონო და განგრძობად პატიმრობასთან დაკავშირებით ოქტომბერში. ასე რომ პროცესები მიდის ყველა მიმართულებით, არაფერი არ დამთავრებულა დღეს. ეს არის ერთი ეტაპი, რომელიც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეღო. ყველაფერი გრძელდება, დამიჯერეთ. არაფერი, არც ერთი სტრატეგია არ იცვლება დღევანდელი გადაწყვეტილებით. დღეს შევნიშნე ხტომათა დარბაზში, რომ პენტენციურ დაწესებულების თანამშრომლები არ დასხდნენ, იდგნენ შესასვლელთან, სადაც მზია ამაღლობელი იყო. ეს რაღაც მინიშნებები ხო არ იყო, რაც თქვენ ასე ვთქვათ, წინასწარ განწყობას. არ ვიცი, დღეს რაც მენიშნა, გაორმაგრებული რაოდენობა იყო დარბაზში პენიტენციური სისტემის წარმომადგენლების, როგორც წესი ისინი ფეხზე დგანან. ისინი როგორც შემოვიდნენ ბევრნი, მე ვიცოდი, რომ თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა სასჯელისა. ზიასთან გასაუბრების შესაძლებლობა რა თქმა უნდა არ გვაქვს. ელოდა, აი რომ მოდიოდა დღეს ავარავდეს. ზია ყველაფერს ელოდა. მზია პირველიდან მეუბნება მე, სულ რომ და წინა პროცესზე მან თქვა, რომ მოსამართლეს უთხრა, ხომ გახსოვთ, მან უთხრა, რომ რა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ. მე გამარჯვებულად ვთვლი თავსო. დღესაც მოკლედ მოვასწარით და რასაკვირველია, ანუ მან უკვე აბსოლუტურად სრულ დაინახა აი ყველაფერი ამ საქმეში. მისთვის თავარი პრობლემა რა იყო, იცით? დასაწყისში, როდესაც შესთავაზეს მოინანიე და აი ეს რიტორიკა, მან თქვა, მე მითხრა თვითონ, რომ მათ უნდა ღირსება ყარონო და რა მნიშვნელობა აქ ვიქნები თუ გარეთ ვიქნებიო და ამიტომ ის თავს ღირსეულად თვლის, მას ასე ვთქვათ, მისი ღირსება ვერ დააკნინეს და მისთვის ეგ იყო მთავარი. ამიტომ ეს გარკვეული კმაყოფილების განცდას ჩვენც ადვოკატებს გვაძლევს და დარჩენის სამართლებრივი
პროკურატურა წაიღებს ამ საქმეს თუ თქვენ აზრით პროკურატურა თუ წაიღებს, ეს იქნება ძალიან ფორმალური, ისე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ბატონი პროკურორები ამ პროცესზე საკმაოდ მათ ადამიანურად მზიას განთავისუფლება უნდათ, ამაში დარწმუნებული ვარ. და გადაკვალიფიცირების შემთხვევაში ისინი ადამიანურად, როგორც თითო ადამიანი პროკურორი, მიესალმებოდნენ, რომ მზია დღეს დარბაზიდან გაეშვათ. მე მათ სახელებზე ეს წავიკითხე და არ შემიძლია არ ვთქვა. ეს სისტემის გადარჩენაც ახსენეთ. გულისხმობით სასამართლოს, მთლიანად გამოძიებულ წყობას, მოსამართლე აგენტის არა მხოლოდ სისტემაში სამწუხაროდ ეს სისტემა გადაზელილია ხელისუფლებასთან, აი ამას გულისხმობთ ყველას ერთად სამწუხაროდ.